ეგ არის let's go. სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ფიქრობ ბიოჰაკინგ პოდკასტი გამოდის ეს და გადავწყვიტე ხა ძალიან მოულოდნელად შევწერო ძალიან საინტერესო ვიდეო. ვფიქრობ ბოლოს იქნება ძალიან საინტერესო რაღაც გარკვეული ნაწილი. ვისაუბრებ დღეს შაქარზე. იმენა კონკრეტულად შაქარზე, ვილაპარაკებ ნახშირწყალზე, სწრაფ ნახშირწყალზე, რომელსაც ფაქტიურად მოყვა როგორი სიტუაცია. მიახლოებით თორცები პირველ რიცხვში ჩავწერე დღე ბიოჰაკერის და რაღაც მონაწყვეტში მქონდა ის რომ ამოვიღე 1 ლიტრიანი წვენი ფაქტიურად, ჩვეულებრივი კლასიკური წვენი, თვალოსდები იყო ალუბლის და ძალიან ბევრმა დაირექტში მკითხა. მიახლოებით ალბათ 5-6 კაცზე ზევით მომწერეს რომ აი ვარჯიშის დროსთან რაღაცა ნახშირწყალი ხوار შეიძლება უნდა იყოს თქვა რაღაც უფრო ამინომჟავები და ესეთი რაღაც გარკვეული სტერეოტიპები აქვს როგორ მექანიზმს ფაქტიურად. ზოგადად ყველაფერში არის ყველაზე უნიშნულოვანესი გარკვეული მომენტი, ბევრს ავიწყდებ ყველაფერში ეს გარკვეული ბალანსი არის საჭირო. ბალანსი absolut ყველაფერში. ბალანსი რა ვიცი თქვა, ნებისმიერ თქვა რაღაცა გარკვეულად როგორც აჩქარებაში, ისე უნდა იყოს ადეკვატური მე შესაბამისად შინელება. ყოველთვის ამიდის თქვა საუბარი რაღაცა თქვა კვებით მაკრონუტრიენტზე თქვა ყოველთვის მადმიდის საუბარი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ბალანსზე. ანუ არ არის ისე რომ თქვა თქვენ დღის განმავლობაში გაქვთ რაღაცა რაოდენობა თქვა შაქარი, ნახშირწყლები თქვა, გაქვთ ბევრი ცილად, გაქვთ ცოტა ცხიმი. არა, ყოველთვის აქვს წლის განმავლობაში რაღაც გარკვეული რაღაც პატარა ეტაპები, სადაც იქნება რაღაცა თქვა ცვლილება და манипуляция, მაგრამ ძირითადად ფაქტიურად ყველაზე ადვილი ნიუანსი რაც არის, ვინც თქვა არ გამოიყენებს თქვა ფარმაკოლოგიას, ვინც თქვა თავის ენდოგენულ ჰორმონალურ ფონზე ვარჯიშობს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვიტყოდი ცხიმები, იმიტომ ცხიმები არის ჩვენი ჰორმონალური და ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობა. ანუ ვიტყოდი რომ ვინც თქვა ნეითები ხართ, ნატურალები ფაქტიურად 0.8 ქვეშ არ ჩამოხვიდეთ კილოგრამზე. და უმჯობესია მიიღოთ 1 გრამი კილოგრამზე ცხიმი. რაც შეეხება თქვა ფაქტიურად ცილას ეგ არის კლასიკა 1.6-დან 2 გრამამდე იქნება საკმარისი. და აი ახლა ნახშირწყალს რაც შეეხება ფაქტიურად ყველა საინტერესო სურათი რა არის. ნახშირწყალი ვიტყოდი რომ ეგ არის ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ჩვენ ჭამაში, რომელიც უნდა იყოს ალბათ დღიური რაციონის თქვა მაკროსიდან კალორიულობით, მიახლოებით ალბათ ვიტყოდით 40-50%. გააჩნია ადამიანს როგორი ინტენსივობით ვარჯიშობს, რა სპორტით არის დაკავებული და ასე შემდეგ. დამიჯერეთ ნამდვილად რომ არავით არის შაქარი ვარჯიშის დროს თქვა, არავით არის გარკვეულად რაღაცა თქვა თუ აკონტროლებთ ჩვენ ნახშირწყლების რაღაც გარკვეულ რაოდენობას დღის განმავლობაში და ჩვენ კალორიულობის ნორმაში ჯდებით, ნახშირწყლები და შაქარი არასუქებს. ეგ დაივიწყეთ სამუდამოდ. ადამიანი რომელიც თქვა გეუბნებათ რომ შაქარი შეამცირა, შაქარი ამოიღეთ, შაქარი მავნეა, შაქარი ცუდია და რაღაცა იმ ადამიანს ეშლება რაღაც გარკვეული ნიუანსი. ყოველთვის არის საუბარი რაოდენობაზე. ეხლა ბოდიში თქვენ თუ დღეში ჭამთ მიახლოებით რა ვიცი, სვავთ 1 ლიტր კლასიკურ კოკაკოლას თქვა, ჭამთ მიახლოებით 200-300 გრამს თქვა ზეფირს, კიდე რაღაცა ტკბილეულს ჭამთ და დღის განმავლობაში მიახლოებით სუფთა შაქარი გამოგდით მიახლოებით 150-200-250 გრამი. რა თქმა უნდა, ეგ მე დროთა განმავლობაში გლიკოზირებულ გემოგლობინს აგირებთ თქვა შაქრის დონეს, აგირებთ რეალურად თქვა უფრო ვიტყოდი ემაგ მიმართულებას, ინსულინს, გლუკოზას და ასე შემდეგ. თუ ადამიანი თქვა ვარჯიშობს ინტენსიურად და გამოიყენებს ვიტყოდი მიახლოებით საერთო თავის კალორიულობის თქვა ნორმიდან და საერთო თქვა თავის ნახშირწყლების ნორმიდან მიახლოებით 10-15% კლასიკურ შაქარს, ეგ ვიტყოდი რომ დაჟე არის საჭირო. საჭირო უბრალოდ იმ მომენტში, როცა მაგ შაქარს ჩვენ გამოვიყენებთ და გამოვიყენებთ მაგას ძირითადად მაშინ, როცა გვაქვს უფრო ფიზიკური აქტიურობა. მაშინ გამოყენდება უფრო ფაქტიურად შაქარი ის, რომელიც არის სისხლში მერე შესაბამისად გლიკოგენში და ვიტყოდი ხა როგორ ნიუანს ფაქტიურად. თუ გაქვთ ინტენსიური დატვირთვები, ყოველ ალბათ მიახლოებით უხეშად 40-50 წუთზე, იან გარიშეთ მინიმალური ვიტყოდი ალბათ 10-12-დან 15-20 გრამამდე. ფაქტიურად ისეთი სიტუაცია არის, რომ შაქარზე ზოგადად და ნახშირწყალზე ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის, ეხლა ავხსნი ფაქტიურად რასაც ვქია რეალურად ბიოჰაკინგის დონეზე რა. ავხსნი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტს რაც მე და მომეყოლა ფაქტიურად. იმ ხალხისთვის, ვინც არიან ძალიან მსუნაგები და ვინც იმინე დამოკიდებულები არიან ფაქტიურად შაქარზე და არ შეუძლიათ აი ლომკა აქვთ, იმინე უნდა ჭამონ უეჭველი ყოველდღე შაქარი რა. შაქარს გულისხმობ რამე თქვა ტკბილეული თქვა, ჯელიბონი თქვა, რაღაცა თქვა, რა ვიცი, ფუნთუშეული რამე თქვა, რამე ნამცხვარი და ასე შემდეგ. ნეირომედიატორების დონეზე ავხსნი როგორ ვარიანტს. დაკავშირებას ვიტყვი ფაქტიურად ორ ფაქტორთან. ნეირომედიატორთან ვიტყოდი დოფამინთან და ნეირომედიატორთან ვიტყოდი სეროტონინთან. როგორი სიტუაცია არის ფაქტიურად? კლასიკურად ვინც ახლა თქვა ბოდიბილდინგი თქვა დაკავებულ ხართ, ან ვისაც თქვა გქონიათ დაბალი რაოდენობა ნახშირწყლების თქვა და სუშკის პერიოდში რო ქვია რა. თქვა გქონიათ მიახლოებით 1 გრამი, გრამნახევარი კილოგრამზე, ნუ თქვა რომ კაცი რომელიც არის თქვა რა ვიცი წონით მიახლოებით 90 კილო და დღეში ჭამს თქვა 100, 120, 150 გრამ ნახშირწყალს და ამასობაში ვარჯიშობს.
აი ცვეთში გეუბნებით ფაქტობრივად ის ადამიანი მაგ მომენტში ბედნიერი არ არის და არ არის თქვა აი კმაყოფილი ცხოვრებით და ემოციებით ესეთ გაშხებულს და თქვა ესეთ ენერგიულს მაგას თქვენ ცვეთში ვერ ნახავთ რა. ჯერ იმის ფაქტორზე თქვა და იმაზე რომ იმენა, რასაც ქვია, უმნიშვნელოვანესი მომენტი თქვა ადამიანი რომელიც მოდის თქვა ჩემთან გადის რაღაც გარკვეულ ნეირომედიატორების ტესტს კონსულტაციაზე. ვატყობ, როცა ვატყობ რომ თქვა მაგას აკლია სეროტონინის თქვა გარკვეულად ნეირომედიატორები. ვეკითხები რომ ნახის წყლებს ამდე სჭამდა, ის ადამიანი უფრო ეცხოვე ხშირად დიეტაზე, უფრო თქვა არ ჭამს ნახის წყლებს ნორმალურად და მაგ ფაქტიურად ფონის სასახდგენად, აი ყველაზე პირველი რასაც ქვია უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის რომ ადამიანს უნდა მივიცეთ ნორმალური რაოდენობა ნახის წყალი. ეგ რა თქმა უნდა არ იქნება 6, 7 და 8 გრამი კილოგრამზე, მაგრამ მიახლოებით 3 გრამნახევარი 4 გრამი იქნება ადეკვატური მომენტი. ანუ რეალურად, ფაქტიურად რაღაცა დაგმაყოფილებას, აი რაღაცა თქვა გარკვეულ სიმშვიდეს, რაღაცა თქვა აი მოდუნებას თქვა ის ვარიანტში, ფაქტიურად სეროტონინი უფრო ვიტყოდი რომ რაღაცა თქვა უფრო ამობენ უფრო უწერო რომ ბედნიერების სიმშვიდის ნეირომედიატორი და რაღაცა, მაგრამ უფრო ვიტყოდი რომ არა, უფრო აი რაღაც შეგუების პონტი რა. მაგრამ როგორც აღნიშნე რომ ყველაფერში არის ბალანსი საჭირო რა. და მეორე თქვა ფაქტიურად ყველაზე ცუდი ვარიანტი ფაქტიურად შაქრის პონჩი, რატომაც შეიძლება რომ თქვა რომ დიდ რაოდენობაზე ეგ ის რომ თრგუნავს თქვენს დოფამინს. ახსენ როგორ სიტუაციას ფაქტიურად რა. დოფამინი არის თქვა რაღაც გარკვეული ისეთი мотиваციის, აი ამ დრაივის, უფრო წინსვლის რაღაცა მისწრაფების, რაღაცა მიზნების თქვა, რაღაცა მიზანდასახულობის თქვა ნეირომედიატორი და ახსენ როგორ სიტუაციას მეგობრებო. ადამიანი ბოდიში რომელიც დამოკიდებული არის იმენა თქვა იმენა რომ ჭამა, ბევრი ჭამოს და რაღაცა მაგ თქვა უბრალოდ გარკვეული რაღაცა თქვა ყოველდღიური თქვა აი უნდა ჭამოს ტკბილი ფაქტიურად ეგ უხდება რაღაცა თქვა სამოტივაციო რაღაცა თქვა დღის დასასრულის თქვა რაღაცა ჯილდო რაღაცა დოფამინი თქვა რასაც უეჭველინო გააკეთოს საფაქტიოდ ტვინი არის მოწყობილი ისედაც ჩვენი ნერვული სისტემა არის ხა ისო მოწყობილი თქვა ეხლა ძირითადად მე უფრო ვლაპარაკობ სპორტზე ეხლა თქვენ კლასიკოდ იცით რომ თქვა თუ ბენჩ პრესი აწიეთ თქვა 100 კილოგრამი მე ლოგიკური რომ გინდათ მიახლოებით 110 გაზარდოთ თქვენი ფიერი ან გაზარდოთ თქვა 120 და ეგ არის ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენა კი ევოლუცია მასე ხდება მასე მოხდა ზოგადად სადაც ვართ ეხლა მომენტში ყოველთვის რაღაცას გვინდა მეტი ეგ არის ნორმალური ვარიანტი თქვა ადეკვატური ყველაფრის ზომებში ეგ არის ნორმალური ვარიანტი იგივე სიტუაცია არის თქვა როგორც ავიღოთ თქვა რა ვიცი ხელფასის ვარიანტი თქვა თქვენ გაქვთ თქვა ხელფასი თვეში 1500 ლარი გინდათ 2000 გაქვთ 2000 მე როგორ დოფამინი გიქრება თუ გინდათ უეჭველი ცოტა მეტი გინდათ ან უფრო დრაივი გიჩნდება თუ იქ მიზანი გაჩნდა თქვა 2500 მე თქვა რა ვიცი 3000 მე 5000 და ასე შემდეგ ადამიანები რომლებიც დამოკიდებულები არიან როგორც ნარკოტიკზე შაქარზე უბრალოდ ნეირომედიატორის მხრივ დოფამინის მხრივ ხდებიან უბრალოდ როგორც თქვა აი მონები რაღაც ვარიანტში დამორჩილებულები ამ ტკბილზე რომ უეჭველი ფაქტიურად უნდა საღამოს ჭამოს თქვა უფრო ტკბილი და დოფამინს იღებენ მაგისაგან და არა იმისაგან თქვა რომ აი აიღოს თქვა კაცმა მიზანი და რეალურად თქვა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს ცხოვრებაში ნუ რავინ ეხა ნუ ვარყოფთ ფაქტიოდ ალბათ ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი თქვა შემადგენელი ჩვენს ცხოვრებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეგ არის ალბათ ფული იმ პონჩი რომ ფული გვაძლევს ჩვენ თავისუფლებას ჩვენი ქმედებისას ვაკეთებთ იმას და ვიღებთ გარკვეულად თქვა სიამოვნებიას რასაც თქვა რა ვიცი ვიძენთ თქვა იმ ფულით და ასე შემდეგ ნუ მოვიტყუებთ თავს ფული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში ფაქტიურად და უფრო ადამიანმა ჯობია რომ თქვა თავის ეს გარკვეული დოფამინების რეცეპტორები უფრო გამოიყენოს უფრო იმ კუთხით რომ თქვა იყოს წარმატებული ცხოვრებაში თქვა უფრო თქვა რაღაცა ფინანსური კუთხით ბიზნესის კუთხით თქვა რაღაცა სწავლის კუთხით რაღაცა თვითგანვითარების კუთხით და არ იყოს თქვა ის რომ უბრალოდ პატარა სიამოვნებისგან იქ გახარჯოს თავის რეცეპტორები თქვა რაც თქვი დოფამინის ამიტომ ფაქტიურად ყველაფერში ეს გარკვეული ზღვარი ეხლა მე იქ დაინახეთ რომ ლიტრიანი ბოთლი მქონდა მე ლიტრი არ დამილევია ნახშირწყალი ვარიშისთვის მე დავლია მაქსიმუმი ალბათ ვიტყოდი 350 მილილიტრი იმიტომ რომ გიპერსტიმულაციას როცა განვიცდი ნერვულობის ფონზე როცა ვიცი რომ პრახოტკა მაქვს როცა თქვა აღელვებული ვარ და რაღაცა გიპერსტიმულაციამ იცის ისეთი შეიძლება მოგცეთ ისეთი ვარიანტი ის შაქარი დაგივარდი და თითქოს პატარა გიპო გაქვთ ოდნავ ვარიშის დროს შეიძლება თქვა აი გქონიათ იმათ ვისაც თქვა აი კოფეინი მოგსვლიათ ბევრი სტიმულატორებმა ისის მას რაღაცა რა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტი რომ მას მომიჩი თქვა როცა თქვა შაქარი დაგივარდებათ ეგ არის პროსტ შაქრის დავარდა უბრალოდ უნდა გქონდეთ ამ ტკბილი მიახლოებით 15 20 25 გრამი მაგას რომ მიიღებთ 10-12-15 წუთი გავადა ჩვეულებრივ მოხვალთ ხოთზე ანუ მე იქ გამოვიყენე რაღაც გარკვეული ადეკვატური რაოდენობა ანუ თქვენ სხვანაირად უნდა გამიგოთ ეს სიტუაცია რა ეს შეიძლება ბევრი ეს ვერ მიხვდეს ეს ვარიანტი მაგრამ სიამოვნება და მიზნები უნდა შეეცადოთ უფრო მაქსიმუმისგან აიღოთ და რა იმისაგან რომ უბრალოდ თქვა მიხვიდეთ საღამოს თქვა პუნქტში რამე ისქნათ და მას ეფექტიურად მაგ პუნქტში ჭამაში და მაგ ტკბილის ჭამაში და მაგ თქვა ბოდიში და გაძღომაში გაირბიეს თქვენი მაქსიმალურად თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლები და რეალურად ფაქტიურად რო ავიღოთ რაღაც გარკვეული სტატისტიკა თქვა თუ ავიღებთ ადამიანი თქვა ცხოვრობს რა ვიცი 75-80 წელი
მიახლოებით 30 წელიწადი მაქინას ძინავს, გინდა არ გინდა. ფაქტიურად ენერგეტიკული ფონი გარკვეული რაღაცა თქვა ფიზიოლოგიური ჩვენი. ეგ არის დამოკიდებული ჩვენს ჰორმონებზე, ჩვენს ჰორმონალურ სისტემაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, ნეირომედიატორების სისტემაზე. მოდი აი ფიზიოლოგიასთან ვიყოთ ახლო. მე მიყვარს ძალიან უფრო აი ფიზიოლოგიის, ბიოლოგიის უფრო შედარება თქვა ადამიანზე. როცა გადავდივართ თქვა ვიტყოდი აი 40, 45 და 50 ფაქტიურად და თქვა ჩოლობრივი ადამიანია. ადამიანი რო ბერდება, ჰორმონალური სისტემა თქვა ბერდება, ენდოკრინული სისტემა ბერდება, ნეირომედიატორები ბერდება და ადამიანი 50 ზევით აი ეს დრაივი და ეს мотиваცია ფაქტიურად უკრება. და ყველაზე მთავარი ის მინდოდა თქვენთვის მე თქვა ფაქტიურად რა. კითხულობდი რაღაცა ციგნს და აი სამოტივაციო არის რეალურად. წავაწყნიხ რაღაც გარკვეულ მომენტს და აი ისე დონეზე დილით შოკი მიიღო ეს ჩემთვის ფაქტიურად რა, რომ აი რამის სემლი მომივიდა ფაქტიურად, სემლი მომივიდა და აი ვფიქრობდი, რომ всё, let's go ვადექი მეთქი ჩემთვის უთხარი, რომ всё, let's go იმოქმედე, მიდი თქვა რაღაცა გააკეთე, რაღაცა თქვა საქმე დაკავდი რა. 95% ხალხი, ვინც არიან ასაკში, ვინც თქვა უკვე აი არიან მიახლოებით 75-ისები, 70-ისები და უკვე შეხედან უკვე იმისგან, რომ ცხოვრების გზა გავლილი აქვთ. უზომოდ, ვინც კი ნორმალურად მოაზროვნე არის, უზომოდ პირველ რიგში, რაზეც ნანობენ და რაზეც აქვთ არანორმალური სიმწარე გულის სიღრმეში, ეგ არის ის, რომ ნანობენ თავის დაკარგული გარკვეული პოტენციალის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს ჩვენ გვაქვს ჩვენი დრო, მაგრამ იმ დროის ეფექტურად გამოყენება, მაქსიმალურად იმ სივრცეში რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას. თავარი ნიუანსი ის არის ფაქტიურად, რომ ადამიანმა უნდა აიჩიოს თავის სფერო, რომელიც აყენებს სიამოვნებას და შეეცადოს იმ სფეროში იყოს მაქსიმალურად ნუმერო 1, ანუ იყოს პირველი. და ფაქტიურად შესაბამისად ეგ არის, რომ ზუსტად ცხოვრება ის არის, რომ აი უცებ გარბის, უკვე 35-ის ვარ ფაქტიურად, როგორ მახსოვს თქვა სკოლა დავამთავრე, ანუ ყოველი თქვა აი 5-10 წელი რო ვიხსენებ, რო გარბის ისეთი კოსმოსის ისწრაფით მეგობრებო, რომ დროს მოიკიდეთ მაქსიმალურად და იყავით გთხოვთ მაქსიმალურად ეფექტურები. ნუ დაკარგავთ დროს, აი დოფომინის თქვა, დოფომინის რეცეპტორებს თქვენ ინადგურებთ მაშინაც, როცა თქვა ეხლა შემოვიდა რა ფაქტიურად, აი ეს TikTok-ის rilsები, Instagram-ის rilsები ეგეც რაღაცა გარკვეული დამორჩილებითი ფაქტორი არის, გაბეჭავების, გადებილების, ისო იყო ჩოლობრივი ნორმის, ისდე კაროჩე, წახვიდე თქვა დილით სამუშაო და ჩოლობრივი იქ უთვინო თქვა, უბრალოდ იქ იცხოვრო, კლასიკურად იქ თქვა, აკეთო ისაც არ გინდა, ჩოლობრივი შეშენ ცხოვრებას ერთ შანსს, ერთხელ ხარ დაბადებული ამ სამყაროში, ერთი შანსი გაქვს ფაქტიურად და შეგიძლია რომ ფაქტიურად შეში ყველაში არის გარკვეული არანორმალური რესურსი. უბრალოდ მაგ რესურსს უნდა გამოგვიძება და უნდა ხვდებოდე და უნდა ჩამოყალიბდე, რომ აი ეხლა მომენტში უნდა მაქსიმალურად მხოლოდ შრომით არავით არის დასვენება, არავით არის მოდუნება, არავით არის გართობა, არავით არის ისტორიენში, მაგ კუთხით და მაგ მოტივაციით თუ მიუდგებით თქვენ საქმეს, თქვენ შეძლებთ მაქსიმუმი ფაქტიურად გამოწუროთ თქვენი თავიდან. ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის. მიუმართავ ფაქტიურად აი ძირითადად უფრო ვიტყოდი ახალგაზრდა თაობას, მიახლოებით აი ვინც თქვა არის უკვე 22-ები, ვინც თქვა უკვე თემაშიერია, ხვდებენ უკვე რაღაც ვარიანტებს რა და ვიტყო როგორ ნიუანსს თქვა, აი თუ მივასაუბარ რაღაცა თქვა მიზანზე. ზოგი თქვა იმ სიტუაციაში თქვა, აი რა გვართობს ჩვენ ფაქტიურად, კარო. გვართობს თქვა ფაქტიურად რაღაცა თქვა, ქალია შეყვარებული რაღაც სექსუალური ცხოვრება თქვა, გვართობს თქვა რაღაცა თქვა, გასართობი თქვა, აი საღამოს წავიდე სამე დავისვენო, მოვდუნდე, რამე ფილმს უყურო და რაღაცა. გირჩევთ თქვა თუ რაღაცა რეალური მიზანი გააქვთ თქვა და რაღაცა თქვა ცერუზს სწავლობთ თქვა და რამეს თქვა მიესწრაფებით თქვა აი რასაც ქვია რო იღებენ თქვა ეს მაგალითია ეს მოყვანილი რო თქვა აი ჯობია თქვა ავიღოთ და თქვა რა ვიცი ზალს კუდი მთლიანად მოვაჭათ ვიდრე ნაწილობრივ თუ თქვა მიზანი გააქვთ რაღაცის აიღეთ თქვა მიახლოებით აი რა ვიცი თქვა სამი თვე თქვა გადადეთ მაქსიმალურად ყველანაირად თქვა გართობა თქვა ისტორიაში ზოგი გადაყოლია თქვა ძალიან ეს ქალებს და ძალიან მექალთანები არიან ანუ მოიშორე მაქსიმალურად ერთიანად ყველანაირად თქვა გარკვეული ცნულება ეს თქვი რომ რისებს აღარ იმას ვიზავ თქვა დახარჯე შენი დრო დღის განმავლობაში მაქსიმალურად ეფექტურად იმიტომ რომ დრო გარბის მაქსიმალურად მალე და ფაქტიურად შანსი მერე უკვე მეორე აღარ იქნება რა და ზუსტად ეს ჩაწერა თქვა და ეს მომართა უფრო სამოტივაციო იქნება ამ სიტუაციაში შაქართან დაკავშირებით როგორც თქვი ანუ არ უნდა დაკმაყოფილდეთ უბრალო სიამოვნებით უნდა იყოთ მაქსიმალისტები ეგ არის ფაქტიურად გინაც სპორტში გინაც თქვა რა ვიცი ბიზნესში გინაც სწავლაში თქვა თქვენ თავში ეგ არის ფაქტიურად ცხოვრების შინაარსი მაგიტო ვიტყოდი უფრო შაქარი ბევრი არა უბრალოდ რა და რა თქმა უნდა როგორც თქვა ხა ჯანმრთელობის კუთხიდან რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც როგორც თქვი თქვა დღეში 200-250 გრამს მარტო სუფთა შაქარს იღებს და აი ესეთი მუცელი აქვს და ესეთი ყაბაბია ჯანმრთელობაზე მართლა ზედმეტია საუბარი მაგ ადამიანს ყოველთვის ექნება ჯანმრთელობის პრობლემები რა და თავარი კიდე როგორც თქვი
სეროტონინის გამომუშავებასაც ეხმარება შაქარი, ანუ ყოველთვის დღის განმავლობაში რაღაცა რაოდენობა დაკმაყოფილდით, რაღაცა ადეკვატური რაოდენობით თქვა დღის განმავლობაში თქვა თუ გაქვთ კალორიულობა მიახლოებით 2500 კალორია, აიღეთ მიახლოებით მაგის 10-15%, უხეშად 300-350 კალორია და იქიდან იყოს თქვა რაღაცა თქვა, ან შოკოლადი თქვა, ან რამე თქვა ტკბილი, ან თქვა ცოტა ზეფირი, მაგრამ მაქსიმალურად ზომიერად, ანუ საჭმელი ჩვენთვის და თქვენთვის უნდა იყოს, რომ ხვდებოდეთ იმას, რომ ეგ არის უბრალოდ როგორც ასხავთ მანქანაში თქვა საწოლს, ბენზინი და არ უნდა იყოს თქვენთვის ჭამა აი სიამოვნების წყარო, რომ აი ვაიმე ჭამო ისისა ესესა, ეგ არის უფრო აი რაღაცა თქვა ისეთ აი ელემენტალურ ფიზიოლოგიასთან, როგორც თქვა არის თქვა ძილი, ჭამა, სექსი თქვა რაღაცა თქვა ტუალეტი, უნდა უბრალოდ იყოთ უფრო მეტად, უფრო მოტივირებული, უფრო სხვა რაღაც გარკვეული მიზნებით. ჩემთვის მაგალითად ჭამა დღის განმავლობაში უადვილესია. დილით მაქვს ცოტა პური, ძალიან პრიმიტიულადაც არის, უბრალოდ მეუღლე არ ვაწოლო ძალიან. და არც მე თქვა არ ვიგრუზო თავი. დილით მაქვს პურის კვერცხი მაქვს, შუა დღეს იგივე თქვა კვერცხი, ბრინჯი თქვა პური, შეიძლება რამე თქვა პროტეინის იოგურტი ვჭამო. საღამოს თევზი ფილე, ისე თქვა რამ პროტეინის იოგურტი თქვა, შეიძლება ერთი ხილი. ფსიო, ანუ მე ვიცი რომ ეგ უბრალოდ თქვა ეგ მაკროსი მემისთვის მჭირდება, რომ ვიყო ენერგიული თქვა და ნორმალურად მქონდეს აღდგენა, როგორც მაკრონუტრიენტის პონჩი, ანუ მიკრონუტრიენტის პონჩი არა. და ეგ არის შემც უბრალოდ საჭმელი. ამიტომ ფაქტიურად მეგობრებო, ყველაფერი არის შხამი და ყველაფერი არის წამალი. თავარია ყოველთვის რაოდენობა. ნუ დაუჯერებთ ნურავის, რომ აი შაქარი კატეგორიულად არ შეიძლება და რაღაცა, ყველაფერი შეიძლება გააჩნია ადამიანის აქტიურობას და გააჩნია ყოველთვის რაოდენობას. იმედია, რა ვიცი, გაგისწორდათ ეს პონტი, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, უეჭველი მეგობრებს გადაუზიარეთ და ფაქტიურად ბოტი აღარ ყავს. დახურულ ტელეგრამში მეგობრებო, ვისაც გინდათ რეალურად თქვა სამედიცინო ლიტერატურის სწავლა, ჩემთან თქვა კონტაქტი და უბრალოდ აი კოსმოსური დონის კონტაქტი ის არის, ინფორმაცია უკვე არის ფაქტობრივად იკატვირთული. ჯგუფი არსებობს მიახლოებით წელიწადზე მეტი. და უკვე ახლა მომენტში რომ შემოხვიდეთ თქვა, უკვე არის მადიმდენი ინფორმაცია, რომ ფაქტიურად ვერ მოერევით პირველი 1 და 2 თვე ვიკითხოთ თქვა უბრალოდ, ანუ რეალურად იქ არის ბევრი პროტოკოლები თქვა კვებაზე, ტესტოსტერონის აწევაზე თქვა, ჰორმონების თქვა დაბალანსებაზე. უამრავი გარკვეული საინტერესო პოსტი მაქვს იქ დაწერილი. ვისაც გექნება ცურვილი, შემომიერთით welcome, მომზადოთ სოციალურ ქსელებში, მომწერეთ და გავივლით ყველა ნიუანსებს. ბიოჰაკერი ყოველს დროებით გემშვიდობებათ, ყველას adios.